გამარჯობა მეგობრებო. დღეს დილას ყავასთან ერთად მე და ჩემს მეუღლეს სერიოზული დისკუსია გქონდა თანამედროვე განათლების გამოწვევებთან დაკავშირებით. მოკლედ, ყველაფერი იმ ფაქტით დაიწყო, რომ ზაფხულში ChatGPT-ის ყოველდღიური მოხმარება თითქმის განახევრდა, ანუ ის usage ნეტის ანუ 65%-ამდე შემცირდა ChatGPT-ის გამოყენება, რაც ძალიან საეჭვოდ ემთხვევა სკოლებისა და უნივერსიტეტების სასწავლო წლის დამთავრებას. და ალბათ არ შეცდები თუ ვივარაუდებ, რომ სტუდენტების და მოსწავლეების დიდი უმრავლესობა AI-ის და ChatGPT-ის და ზოგადად AI-ის იყენებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დაამთავროს თავისი დავალება და სხვა თავისთვის უფრო საინტერესო რაღაცებისთვის დარჩეს დრო და სხვა რაღაცებით გაერთოს, მოკლედ. რაც ესე თავისთავად, რა თქმა უნდა, ცუდი არ არის, მაგრამ ასევე ეს თანამედროვე ახლანდელი განათლების სისტემისთვის ჩემი აზრით ცუდის ნიშანია ზოგადად. ანუ ესე ვიტყოდი, რომ დრო მოჭამა და რაღაცეები უნდა შეიცვალოს. განათლების სისტემაში რაღაცეები უნდა გახალისდეს, გაუმჯობესდეს, თორემ ესეთი ტრადიციული მიდგომით, მოკლედ ადამიანებს სწავლა გაუჭირდებათ. მით უმეტეს თუ AI გააგრძელებს კიდევ იგივე ტემპით განვითარებას, როგორც ეხლა ვითარდება, თუ კიდევ უფრო არასწრაფად, რა თქმა უნდა. ჩემი აზრით ძალიან მალე მივიღებთ ცუცურად მაგ მხარეს. პრინციპში მე ვთვლი, რომ AI-ის მეშვეობით განათლებული ადამიანი, ანუ იმ ცოდნა მიღებული ადამიანი, რომელიც თვითონ აინტერესებს, შეიძლება ბევრად უფრო გამოსადეგი იყოს ზოგადად საზოგადოებისთვის, ცივილიზაციისთვის, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ტრადიციული განათლების სისტემა ვეღარ გვაწვდის საჭირო ცოდნას, მით უმეტეს AI-ზე უკეთესად და ეს ფონი უფრო და უფრო გამძაფრდება. ერთ-ერთი ვერსია ალბათ, როგორ შეიძლება განვითარდეს განათლების სისტემა, ეს არის გემიფიკაცია. ყოველ შემთხვევაში ამ იდეამდე მივედით, რომ ერთ-ერთი ვარიანტი არის განათლების გემიფიკაცია, რომ უფრო სახალისო, უფრო მარტივი გახდეს განათლების მიღება და ზოგადად ადამიანის გონებრივი განვითარება. ჩემი აზრით, ძირითადი ასე ვთქვათ, საგნები, რაც ახლა არის მომავალში, ესე აღარ გვექნება და უფრო ზოგადი საგნები გვექნება, მაგალითად, როგორც არის ლოგიკური აზროვნება, ზოგადი არითმეტიკა და ასე შემდეგ. ერთ-ერთი ალბათ კომუნიკაციაც იქნება მომავალში. თუმცა დღეს, მოდი დღევანდელზე ორიენტირდეთ, ესეთი იდეა მოგვივიდა მოკლედ, რომ რაღაცა მინიმალური მცდელობა გავაკეთებინა ამ გემიფიკაციის და მოვიფიქრეთ ესეთი ძალიან მარტივი თამაში, ყველა მიცით ბრაუზერში, როცა ინტერნეტი არ არის. დინოზავრი რო დარბის ხოლმე და იმებს ახტება, კაქტუსებს იგივე თამაში რო შექმნათ, ანუ რაღაცა მსგავსი ყოველ შემთხვევაში, მაგრამ მარტივი არითმეტიკული ამოცანების ამოხსნა იყოს საჭირო გზადაგზა და ანუ ახტომის ღილაკის მაგივრად უბრალოდ რაღაცა მიმატების პასუხი იყოს მაგათად ახტომა და რაღაცა ცხრის ფარგლებში იყოს მიმატება და 4+2 თუ აწერია 6 უნდა დააწერო ახტეს დინოზავრი და უცადოთ მე ეს როგორი გამოვა ზოგადად როგორი იქნება და რა თქმა უნდა ხა game developer-ი არა ვარ და მიცდია ამდენიმე წლის წინ Unreal Engine-ით და Unity-ით რაღაცებს გაკეთება მაგრამ web თამაში არ შემიქნია არასოდეს და რა თქმა უნდა ამისთვის გამოვიყენებ vibe coding-ს ეგრეთ წოდებულს და ამისთვის ვარჩიე Replit-ი რომ ეს თამაში განვახორციელოთ. მოდი დავიწყოთ პირდაპირ დავალების დაწერით, რაც Replit-ს უნდა მივცეთ, იმიტომ რომ რაღაც გარკვეული დრო სჭირდება და შემდეგ უკვე გადავალ სხვა დეტალების შევსებაზე, როგორც ვთქვათ, ანიმაცია და ასე შემდეგ. პირველ რიგში აღმოჩინე რომ ჩემი უფასო კრედიტები გამოილია Replit-ზე და
მომიწევს რომ დავაპგრეიდო, მაგრამ PC-ში ისედაც ვაპირებდი ამას. თუმცა ჯერ დარწმუნებული არ ვარ იმდენად, რომ წლიური გამოწერა ვიყიდო, მოდი ამით გავაგრძელოთ. უცბად დავჩეკაუტდები და მივიცეთ დავალება ჩვენს რეპლიტის აგენტს. მეტყვას SMS-ი არ მოვიდა ჩემთან და მის მაგივრად მეილზე გავაგზავნი კოდს. ოკეი, რეპლიტ კოდი გავხსენით. $25 კრედიტები გვაქვს ყოველთვიურად და deploy შეგვიძლია უკვე ამ links დიდი სიამოვნებით გაგიზიარებთ თუ იმეს გინდათ რეპლიტის შეძენა, ამ ლინკით თუ შეეძენთ $10 კრედიტი დამემატება. ოკეი. ესეთ რაღაცას დავწერ. შუათაშორის აქ სხვადასხვა ვარიანტები აქვს აპლიკაციის ტიპში, თუმცა 3D game-ი ალბათ არ იქნება შესაძლებელი, უფრო რამე მარტივი და მსუბუქი მინდა რომ იყოს. ამიტომ უფრო 2D game-ზე მე მგონი ჯობია რომ გავუშვათ ავტომატურზე. მეთ გავაკეთოთ პლატფორმერი თამაში, სადაც დინო დახტის სხვადასხვა ახდება სხვადასხვა წინაღობებს. render ესეთი რაღაც წავმიდგენია, რომ რაღაცა მარტივი მათემატიკური ამოცანა იყოს, ანუ ამოცანა რა, რაღაც 2+3 და ასე შემდეგ ეგეთი მარტივი ისინი. 9-მდე. და რაღაც მარჯვენა ზედა კუთხეში ჩდებოდეს ეს ამოცანა და
შესაძლოა პასუხს თუ დააწევი, მაგ დროს როცა პასუხს დააწევი, მაგ დროს ახტება დინოზავრი. და როცა მომხმარებელი თუ მოთამაშე player დავარქვათ, თუ პლეიერი დააწვება სწორს ამ შემთხვევაში 5-იანს, მაშინ დინო ახტება. სულ ეს არის ჩვენი პრომპტი. მოდი გავუშვათ და ვნახოთ. ეს რა თქმა უნდა პირველ რიგში როგორც ყველა სხვა შემთხვევაში პირველ რიგში ვაკეთებთ POC-ს. რომ დავწმუნდეთ რომ გამოდის, კეთდება და შემდეგ უკვე დავამატებთ სხვადასხვა კომპონენტებს. მაგალითად პირველ რიგში მინდა რომ ცხრის ფარგლების გარეთაც გავიდეთ და უკვე 100-მდე იყოს და 100 შემთხვევაში რაღაცა სხვა გვექნება მოსაფიქრებელი, ალბათ სავარაუდო პასუხებს გამოვაჩენთ და რაღაც რიცხვის დაწოლით გადაწყდება, რომელიც სავარაუდო პასუხი აირჩია მოთამაშემ. მოდი გავუშვათ, რადგან ამას დიდი ალბათობით დრო დაჭირდება და როგორც კი დაამთავრებს, დაგიბრუნდებით და თქვენთან ერთად დავტესტავ. სულ რაღაც 2 წუთი უმუშავია ჩვენს აგენტს. 735 ლაინი დაწერა კოდის და 104 ფაილი შექმნა. ცოტა შორის ფაილების ნახვა აქაც შეგვიძლია. Tailwind-ი აქვს გამოყენებული და White-ი. ნახოთ კიდე რა პექიჯებია. React-ით არის გაკეთებული, როგორც ჩანს, ძირითადად. Okay. და 24 ცენტი დახარჯა. მოდი ნახოთ რა გამოუვიდა. უეიმე. დაგვაუწყდა რომ 2 დეთანაში უნდა ყოფილიყო? Okay, მოდი ხელა ხავცადოთ. ეს აშკარად ეს დავტესტოთ მაინც. ანდახან პრევიუში კარგად არ მუშაობს ხოლმე. კონტროლებიც არ მუშაობს. აი საერთოდ ახალი დავიწყოთ, მოდი. Wait, აკეთ დინოზავრის თამაში გავხსენი. როცა რეფერენსად რომ ჩავუგდოთ იქები ხდეს დაახლოებით რა გვჭირდება. Each jumping over stocks makes sense of something is changeable. The main point is that Dino should jump high.
ოკეი, ვებ დავამატეთ. დავიწყოთ. თავიდან პროცესი ესე გამოიყურება. ჩვენი რიპლეტის აგენტი გეგმას ადგენს. შეგიძლიათ ამ გეგმას გადახედო და რაღაცები ამოშალო. Or this size corner photo is the instruct and the matrix machine data. Okay, matrix this menu. Time jumps only when code transfer is present. Okay. Okay, კი ბატონო, აი წერანს code tracking-ი არ ქონდა მაგალითად. და გთავაზობს შემდეგ რა შეგიძლია რომ სწხოვო კიდევ აგენტს. მოდი გავუშვათ და მანამდე ცოტა დავარესერჩოთ სად შეგვიძლია რომ ჩვენი დინო საური ვაქციოთ ნამდვილ ჩარაქტერთან. კი დავახატეთ ChatGPT-ს, მაგრამ ანიმაციის აწყობა მაინც დაგვჭირდება რაღაცა გარბის, ხტომის ანიმაცია და ასე შემდეგ და იქებ რამე AI თული უკვე არსებობს მაგისთვის. გეთხოვეთ რომ დაგვიბრუნოს AI თულების ლისტი, რომლებიც დაგვეხმარება რომ 2D ჩარაქტერები გავაკეთოთ. Leonardo AI-საც ქონია. ესეც ვნახოთ. თემი pixel სტილითაც რომ დავიდეთ პრინციპში არ იქნება ცუდი, შეგვიძლია. ოკეი, ჩვენი აგენტი ჯერ კიდევ მუშაობს. აი, დავიწყოთ Creek AI Teams, რომ ეს გამიგია უკვე. მე მგონი ეს ძირითადად 3D ანიმაციებზე არის ორიენტირებული. მაგრამ მაინც და შეიძლება. ტრედე თამას რო აკეთებდეთ, ალბათ მას ავირჩევდი. ოკეი. ზად ყოფილა ჩვენი აგენტი.
3 წუთი იმუშავა ამ შემთხვევაში და 54 ცენტის კრედიტები დახარჯა. მოდი ცალკე გავხსნათ. რესტარტი არ მუშაობს. ოკეი, 5 რა 9 + 7. ოკეი. restart does not works. ასევე it should not მოდი ესე ვუთხრათ, რომ განტოლების ორივე მხარე იყოს 0-დან 4-მდე, რომ არავითარ შემთხვევაში არ ავწდეთ, მოკლედ 900. კარგი, მანამდე research-ი გავაგრძელოთ, სანამ შეიტანს ცვლილებებს. ჩვენ გვაქვს Domo AI Creative Studio. Image to video, talking avatars, characters animაცია, text to video, okay. ნუ ორივე ძალიან კარგი თულია, შემიძლია თქვა ყოველ შემთხვევაში კარგი ლენდინგები აქვთ. მაგრამ ის არ არის რაც ჩვენ გვჭირდება. Update იმზად არის. Restart-ი ისევ არ მუშაობს. ოკეი, 2 6 still doesn't work. მოდი ჩავხედოთ restart-ის ფუნქციას სად არის. ისევ React-ით აქვს გაკეთება. მე მგონი ან by default თუ რამე არ სწხოვე. სხვა ისჩევს React და Whites. რაც რა ვიცი, უდი არჩევანი არ არის ნამდვილად. მაგრამ უფრო კრეატიული რო იყოს. იმიტომ რომ აქამდე სამდეჯერაც მიცდია თუ არ დამიკონკრეტებია ყოველთვის ამ ორ იმას ისჩევს რაც არ უნდა სწხოვო. ნუ restart-ი ვერ აგვიმუშავა.
ოკეი, აბა რაღაცები გავაკეთებოდ. რა გავაკეთე? ესეთი პრობლემები ყოველთვის იქნება თქო. აქ კიდევ 6 ცენტის გამოიყენა, მაგრამ რა გააკეთა დიდად ვერ მივხვდი, იმიტომ რომ ყველაფერი ისევ ისეა. ეს არასდროს არ მიქნია, რომ ფუნქცია ვთხოვდა ნახოთ შევიდე. ნახოთ აბა რა სიზავს. ოკეი. ანუ ეს ორივე მოკლედ 3D ავატარებზე და 3D ანიმაციებზე არიან ორიენტირებული, თუმცა ძალიან საინტერესო არის და შევინახავ, მოდი მომავლისთვის გადავხედავ. ახლა შეიძლება Pixel Vibes და Pixel Labs. გადავტვირთოთ და სადოთ თემაში ხელახლა. რაღაცა შეიცვალა ფაქტია. ოკეი. რაღაცა სხვანაირად უნდა მიუდგეთ ჩემი აზრით. აქ რა ხდება, რა საკეთებს? ოკეი, რესტარტზე უბრალოდ სტარტს იმეორებს. ოკეი. აბა ასე ვცადოთ, იქებ გადააკეთოს თლიანად ფუნქცია, ისე რომ უბრალოდ თითქოს ეხა ისე არ გაკეთებული, რომ გაგრძელებას ცდილობს. დეტალებში არ ჩავსვლა, მაგრამ უბრალოდ სტარტის ფუნქციას გავს და როგორც წესი ეგრე არ უნდა იყოს.
ახლა start screen-ის მაგივრად. სამი. Okay. მუშაობს. Start screen-ი აღარ არის, მაგრამ okay. It's მოვატყით. Okay, კიდე 10 ცენტის იმუშავა, 45 წამი. და sets the game phase to playing instead of ready, so it jumps right back into the losing game and press it. Okay, you can start playing again. Okay. ნუ რაღაცა არის ფაქტია. ხა პატარ-პატარ ასლებები დაჭირდება კიდე. ვერ მოვასწარე. ხა start screen-ი საერთოდ მუშაობს არს. გადახვევაზეც კი reload-ზეც კი აღარ მუშაობს. Okay, ამას გამოვასწორებთ. ავი ხა React-ით გაკეთებული თამაშისთვის ცუდი არ არის ნამდვილად. eta ფიზიკა როგორ აქვს? აი ზუსტად რა არის? Okay, რაღაცა library გვაქვს. Okay, state management-ის library ყოფილა. მე ზოგადად React-ს ძალიან იშვიათად ვიყენებ რამეში. თითქოს Vue-ს ვიყენებ. თუმცა საინტერესოა ხოლმე რაღაც library-ებს რო დავაწყდები. არ გვევ რა არის. მოდი თხოვოთ ბარემ რომ Pixel Vibe-ის შემთხვევაში აი მოდელი ავირჩიეთ რამე თქვათ. Google-ით გავწევრიანდით. Okay. ცოტა ბოლოტი დინოზაური. ორი ვარიანტი გავაკეთებინოთ. ანიმაციებს სადაკეთებს ეს ვერ ხვდები.
როგორც ჩანს ეს არ გამოგვადგება. როგორც იქნა მივიღეთ. ოკეი, მშვენიერი. და ჩვენ გვაქვს Pixel Lab-ი. რომელსაც API-ც აქვს. ასე იგი თუ დაგვჭირდა N8-ით შეგვიძლია ამის გამოყენება. Pricing-ში $12 თვეში მშვენიერი ფასია. და საცდელად საკმაოდ კარგი 40 გენერაცია გვაქვს. მოდი ვცადოთახლავე. და ნახოთ რამდენად გამოგვადგება. თუ არა და ისევ რამე ფოტო გენერატორით მოგვიწევს. Okay, new browser editor. Okay, browser editor გვაქვს. Characters creator გვაქვს. სამოცდაოთხზე. ვაცადოთ. ეს როგორც ჩანს გენერატორი არ არის პირდაპირ უბრალოდ Pixel editor-ია. თუ wipe coding. ნახოთ wipe coding-იც. აი გენერატორი ეს ყოფილა და wipe coding-ია თუ კი. ეს MCP ყოფილა. ძალიან კაი. ეს საკმაოდ აქტიურები არის, ვინაიდან MCP უკვე დაინტეგრირეს. საკმაოდ კარგი კომპანია ჩანს. Okay, character-ი ყავს. აი თორმე როგორ შეგვიძლია ეს დაედიტება. და სოფრეიმია. ხო დავთანხმდი თუ არა. აი friendly dinosaur-ი ყავს. მოდი ანიმაცია დავამატოთ. Running. 4 ფრეიმი საკმარისი იქნება და jumping-ი იყოს running jump.
რამე preview არ არის და? Okay. როგორც ჩანს, ჯერ running jumps ვაკეთებთ. მოდი ვკითხოთ, how can I update feature? და ჩვენ გვინდა კიდევ კრეატორის პანელი. და მოდი უბრალოდ green cactus-ი ვცადოთ. Okay. ცოტა უცნაური ჯამპინგი გამოვიდა. მოდი running-ი ვცადოთ 4 ფრეიმი. PNG-ში დაგვიბრუნა იმან და უნდა ვთქვათ, რომ მაგრამ აუტვირთოთ იქნებ თვითონვე გააყენოს ჩვენი უცნაური დინოზავრი. არასწორი საგვირჩევია. ჩვენ გვინდა east და running. დააპდეითავ? კი. ცოტა სასაცილოდ გამოიყურებ. მაგრამ უკვე რაღაცა არის. აი. Now I have a keep running.
PNG frames for running Dino. Can you set it up? მოდი გკითხოთ, რომელი ჯობია? 4 PNG თუ 1 GIF. ჯობია, ალბათ უფრო იმ კუთხით, რომელი უფრო კარგი პერფორმანსი ექნება. მეც PNG-ზე მქონდა. ეჭვი. მაშინ ეს ჩვენი ჩარაქტერი ხელახლა გადმოვწეროთ, რომ სირბილის PNG ფოტოები გქონდეს. ის გადმოვიტანოთ. ეს მომოჩა როგორც ჩანს. უბრალოდ სხვაგან წავუღია. დანომრილი არის, როგორც ალბათ შეატყეთ ეს სირბილის ფრეიმი და მეგუთხარი, რომ ნუმერაციის მიხედვით დაამატოს. და ჩვენი კაქტუსი გადავამოწმოთ. ცოტა ცნაური კაქტუსია. მექსიკური კაქტუსი ვთხოვთ. როგორც ჩანს ფრეიმები. კი ბატონო. უკვე რაღაცა თითქოს უკან დარბის, მაგრამ ფაქტია, რომ დარბის ჩვენი დინოზავრი. რესტარტით მუშაობს. ჩვენიერი. ოუ. დაწული წარმოდგენები ჰქონია მექსიკურ კაქტუსზე. ოკეი. კარგი, რაღაც საწყისი ვერსია გვაქვს. POC რეალურად შედგა. სხვადასხვა არ მეგონა ეს სწრაფად თუ მივიღებდით. ფიქრობდი, რომ რაღაც უფრო შემდეგ ნაწილში გვექნებოდა მზა POC, მაგრამ ფაქტია უკვე რაღაცა თამაში არის. რაღაცები რა თქმა უნდა, ბევრი რაღაცაა დასამატებელი, ცოტა ინტერფეისია გამოსასწორებელი. რავი, leaderboard-საც დავამატებდი სიამოვნებით, მაგრამ უკვე რაღაც არის. იმედია, შემდეგში გავაგრძელებთ პირველი ნაწილისთვის. ვფიქრობ საკმარისია. ამ ლინკსაც ჩაგიგდებთ აუცილებლად, თუ იმეს გინდათ, რომ სცადოთ deploy-ს გავაკეთებ და გავუშვებ მოკლედ, რომ თქვენს დატესტოთ, იქებ მოგწონთ. ზოგადად ესეთი ტიპის თამაში ძალიან კარგი არის გონებრივი გონების ვარჯიშისთვის. არა მარტო ბავშვებისთვისაც არითმეტიკის სწავლა უნდა, არამედ დიდებისთვისაც ამცირებს ალცჰეიმერის რისკებს და მოკლედ ბევრი სხვა დადებითი თვისებაც აქვს ზოგადად თქვენს ლოგიკურ აზროვნებას უფრო ასჩქარებს, როცა რაღაცა ჩელენჯის ქვეშ გიწევს, რომ ესეთ სწრაფად გამოითვალო გამოცანები.
რა თქმა უნდა, ჯერ ძალიან სწრაფი არ არის, მაგრამ შემდეგში დავამატოთ მოდი ლეველები, რომ ნელ-ნელა ასწრაფდეს და რაც უფრო რაღაც შორს გადიხადაც რომ მეტი სკორს ამგროვებ, მით უფრო რთულდებოდეს შესრულება ამ ამოცანების. მოკეთ დიდი მადლობა ყურებისთვის. ძალიან გთხოვთ მოიწონოთ ვიდეო, თუ ვიდეო მოგეწონათ და რაც თავარია გამოიწერეთ არხი. ვისურვებთ ძალიან ბევრ წარმატებას.